წელს ჩვენ აქტიურად იმ რაოდენობის სტუმრის მიღებაც კი ვერ შევძლებთ, რომ თუნდაც საკუთარი ხარჯები გადაგვეფარა ბოლომდე, ანუ ასე ვთქვათ, ჩვენთვის საარსებო მინიმუმი გამოემუშავებინა ბიზნესს. ამ ოთახების უმეტესი ნაწილი გამოდის, რომ ცარიელია? ამ ოთახების რაღაც ნაწილი, საკმაოდ მოზრდილი ნაწილი ცარიელია. კიდევ უფრო ზუსტად, ცარიელია ნომრების 60%-მდე, რამაც ბუტიკ სასტუმრო შოთა რუსთაველი უპრეცედენტო მდგომარეობამდე მიიყვანა. უკვე მესამე თვეა კომპანია წაგებაზე მუშაობს და თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდაც კი უჭირს. ეს რომ პოლიტიკური კრიზისის შედეგია, სტუმრების შემადგენლობითაც დასტურდება. მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ევროპისგან იზოლაციის პროცესი დასკვნით ფაზაში გადაიყვანა, სასტუმროში სულ უფრო იშვიათად ჩნდებიან ევროპელი ტურისტები. თითქმის 20 წელიწადი ამ ბიზნესში მუშაობდა, მთელი ეს პერიოდი ესე როგორ გითხრათ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით ევროპული ბაზრებისკენ. შესაბამისად, დღეს ახლა უკვე ამ მოცემულობაში ჩვენ აღმოჩნდით ამ ევროპული ბაზრებიდან იზოლაციაში. ეს არის ბაზარი, რომელიც არის შემფასებელი და დამფასებელი იმის, რაც არის საქართველოში, რითიც ჩვენი ქვეყანა ასეთი გამორჩეულია და რა თქმა უნდა ლაპარაკია მაღალი გადახდის უნარიან ტურისტებზე. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ისეთი სასტუმროსთვის, როგორც ჩვენ ვართ, ეს არის 4-სკლავიანი სასტუმრო, საკმაოდ კარგად განვითარებული მთელი სერვისებით, აქედან გამომდინარე ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ბაზარი, რომელიც სულ მცირე საშუალოდ გადახდის უნარიანია, აღარ ვლაპარაკობ ძალიან მაღალი გადახდის უნარიან ბაზრებზე. სასტუმრო შოთა რუსთაველის გამზირთან ახლოს პარლამენტის შენობის გვერდით მდებარეობს. მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიზეზებიც აქვეა. ძალადობა მოქალაქეებზე, რომლებიც ევროპულ არჩევანს იცავენ და მოძალადეების დაუსჯელობა. ტურისტული კომპანიებისთვის ცხადია, რომ საქართველოში ტურისტებს სწორედ ახალი პოლიტიკური რეალობა აფრთხობთ, სადაც დაცულობის და უსაფრთხოების პირობები გაუქმებულია. ძველ თბილისში ღამე გაიარეთ და ნახავთ, რომ ჩინეთში რომ მიტოვებული ქალაქები არის, დაახლოებით ეგეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ, რომ აკეცილი სკამები, მაგიდები და დახურული ობიექტები. დახურულ ობიექტებს შორისაა რესტორანი სოფიკოც, რომელიც სწორედ მეიდანზე, თბილისის ტურისტული ნაწილის შუაგულში მდებარეობს. იმის გამო, რომ თანამშრომლებს ხელფასები ვერ გადაუხადა, ირაკლი კახიძემ გადაწყვიტა მარტამდე მუშაობა შეაჩეროს. ჯერ კიდევ ინარჩუნებს საკონდიტროს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ეს ბიზნესი ტურისტებზე ნაკლებადაა დამოკიდებული, პოლიტიკურ კრიზისს ისიც მძიმედ უმკლავდება. ქვეყანაში არის მძიმე მდგომარეობა, რაც პირველ რიგში ტურიზმზე აისახება და მერე სხვა ფაქტორებზე, ასე ვთქვათ. ამიტომ მოქალაქეების განწყობა ბოლო 3 თვეა სტრესულია, შესაბამისად, არ არის ის ხალისი და ის თუნდაც ახალ წლებზე, წინა წლებთან შედარებით ყიდველთუნარიანობაც ძალიან დაბალი იყო, არა იმიტომ რომ პირობითად შემოსავლები შემცირდა, უბრალოდ რაღაცნაირად მოხარებულა მინდა ამხელა ტორტი სახში პირობითად. რეჟიმის პასუხი კი იგნორია. არათუ გამოსავალს ეძებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კრიზისაც კი არ აღიარებს. მეტიც, ამ ხმაურიან შეხვედრაზე, რომელიც ტურისტულ კომპანიებთან გაიმართა, ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ გასულ წელს განსაკუთრებით წარმატებული და შემოსავლიანი სწორედ ბოლო კვარტალი იყო, როცა მოქალაქეებზე ძალადობამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. ფეხებზე მკიდია ყველა საკეთებთ. მართლა ფეხებზე მკიდია. თავში რატო გითხავთ? ვის გამო, რომ არ მინდა სხვანაირი მომავალი ჩემი ქვეყნისთვის, მე არ ვარ აგრესიული, მივდივარ, ჩუმად გამოვხატავ ჩემს სამოქალაქო პოზიციას და ამ დროს თავში ვიბრალებ. რანაირად მუშაობ მეორე დღეს. თამონა თანდაშვილი მარტო არ არის. ტურისტული ბიზნესი რომ ჩამოშლის პირასაა, ცხადია ყველასთვის, ვინც ამ სექტორში უკვე 10 წლეულებია მუშაობს. პოლიტიკურმა კრიზისმა, როგორც ამბობენ, გამანადგურებელი დარტყმის ეფექტი მოიტანა, თუმცა ევროპისგან იზოლაცია, რომ ივანიშვილის რეჟიმის ძველი ჩანაფიქრია, ყველაზე ადრე ეს სწორედ ამ სექტორმა დაინახა. ეს მიზეზები დაიწყო დიდი ხნის წინ, უკვე დაწყებულია რამდენიმე წელია, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ძალიან ცუდად იხსენიებდა ევროპას როგორც პარტნიორს, ევროპულ ქვეყნებს, კონკრეტულ ადამიანებს, პოლიტიკოსებს და ამანაც ხელი შეუშალა, იმიტომ რომ როდესაც ევროპელს ესმის, რომ დასანქცირებულ მთავრობასთან და ქვეყანასთან აქვს საქმე, სადაც გაუგებარი ვითარება, არავინ არანი გარანტიას არ იძლევა, არც უსაფრთხოების, როგორ გითხრათ, ამიტომ ეფექტი ამისი არის
ძალიან მწვავე. რეპუტაცია ეს არის ქვეყნის მთავარი ღირებულება. ამითი ყიდის ქვეყანა თავის თავს და თუ კი დაგუგლავს ნებისმიერი ადამიანი საქართველოში ახლა უსაფრთხო მდგომარეობა თუ რა სიტუაცია, არ მგონი ვინმეს მოუნდეს ქვეყანაში ჩამოსვლა. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა და არავითარი 35 მილიონი ბიუჯეტი ვერ უშველის რაღაცა საპნის ბუშტის შექმნას, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის რიგზე. ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არ არის. ინსტიტუციები ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, კერძო სექტორი უმრავლესობა არის ქუჩაში, პროტესტის რეჟიმში და ეს არ წაადგება მით უმეტეს ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. ტურისტული კომპანიების, გიდებისა თუ რესტორატორების საჯარო უკმაყოფილებას ტელეეთერით უპასუხა მარიამ ქრივიშვილმა, რომლისთვისაც ამ უკმაყოფილების შესახებ 28 ნოემბრიდანვე იყო ცნობილი, თუმცა კერძო სექტორისა და ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესებს შორის ქრივიშვილის არჩევანი ისევ ოცნების სასარგებლოდაა. ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, სექტორის წარმომადგენელმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ სტატისტიკა არ შეესაბამება რეალობას. აი, მეც მიჭირს გიპასუხოთ ამ კითხვაზე, რას ნიშნავს სტატისტიკა არ შეესაბამება რეალობას. ან ჩამოდიან ქვეყანაში ტურისტები და ჩვენ ხედავთ, რომ ბიუჯეტში შევიდა 4 მილიარდ 400 მილიონი. ტურისტული კომპანიები კი ახლა შეხვედრას ვიცე-პრემიერად გამოცხადებულ ლევან დავითაშვილთან ითხოვენ. კერძო სექტორი გაჩერებას არ აპირებს იმ დრომდე, ვიდრე იზოლაციაში მყოფი ქვეყანა, ისევ ყველაზე სტუმართმოყვარე ევროპული ქვეყნის სტატუსს არ დაიბრუნებს.